მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მეშვიდე ვიდეო. მეშვიდე ვიდეო იმიტომ არის ეს, რომ წინა მეშვიდე ვიდეო რაც უნდა დამედო, სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზის გამო მომიწია ვიდეოს წაშლა. ძალიან საინტერესო თემაზე ვლაპარაკობდი, როგორიც არის ალერგია და ალერგიისგან გამოწვეული ანაფილაქსიური შოკი. ძალიან კარგი რეკომენდაციები მივეცი ჩემს მაყურებელს, მაგრამ სამწუხაროდ მომიწია წაშლა და მიწევს თავიდან ჩაწერა ამ ვიდეოსი. ცოტა ქარიანია ეხა ამინდი, შეიძლება ხმა გაფუჭდეს ხოლმე მომენტებში, მაგრამ არ შეიმჩნიოთ. ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ და რაც ყველაზე მთავარია, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დამიწერეთ კომენტარი თქვენი გამოცდილების შესახებ, თუ რაიმე მსგავსი ტიპის შემთხვევა გქონიათ. ასევე მინდა გაჩვენოთ მარტივად აალებადი ნივთი, როგორ მზადდება, რომ წავიღოთ ტყეში ან სადმე რომ გავალთ, ჩავაგდებთ ჩანთაში და მარტივად შევძლებთ, რომ ცეცხლი დავანთოთ. მოკლედ, უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. აი, ასეთ ადგილზე ვიმყოფები, მეგობრებო, ზოგადად ყურადღებით იყავით ხოლმე, განსაკუთრებით ძლიერი ქარი როცაა, იმიტომ რომ აი ძლიერი ქარის დროს წარმოიდგინეთ, რა დღეშია ტყე, წაქცეულია რამდენი ხე, ხო და ზევით, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ ხოლმე, რომ რამე არ დაგვეცეს და ასე ვთქვათ, ცუდად არ დამთავრდეს ყველაფერი. მოკლედ, დავიწყებ, რამოდენიმე რჩევას მოგცემთ და ასევე გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ ვინმეს ალერგიული ფონი წარმოექმნა. ზოგადად, როცა მოძრაობთ ესეთ ადგილებში, ტყეში და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ალერგიული ხეა და ასევე ბუჩქიც, რასაც შეუძლია, რომ ასე ვთქვათ, გამოიწვიოს ალერგიული შეტევა. შევამჩნევთ მარტივად ამ ყველაფერს, რომ დაგვეწყო ალერგიული შეტევა და ასევე სხვასაც შეგვიძლია შევამჩნიოთ მარტივი რამოდენიმე მეთოდით და სიმპტომით, რომ ადამიანს ეწყება ალერგიული შეტევა. პირველ რიგში მოგცემთ რჩევას იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაითვალისწინოთ მოძრაობისას, ტყეში მოძრაობისას, ან ასე შემდეგ. შეიძლება ტყეში არ მოძრაობდეთ, მაგრამ სახლში უეცრად დაიწყოს ალერგიული შეტევა. პირველი რჩევა რაც იქნება, წინასწარ უმჯობესია, თუ რაიმე წარსულში გქონია მსგავსი ტიპის ალერგიული შეტევა, ჯობია ექიმთან მივიდეთ და ჩავიტაროთ კიდევ ერთხელ გამოკვლევები, რომ დავუწმუნდეთ იმაში, რომ მეტად მგრძნობიარე არ არის ჩვენი ორგანიზმი, რაიმე მტვერზე, ნაკბენზე და ასე შემდეგ, რომ დაცულები ვიყოთ მაქსიმალურად. თუ აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა ალერგიულ, ასე ვთქვათ, თუნდაც მტვერზე, მწერებზე და ასე შემდეგ, გეტყვით, თუ რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში, რა უნდა წაიღოთ და რა უნდა გქონდეთ თან სულ, რომ მარტივად ასე ვთქვათ, დაძლიოთ ის ალერგიული შეტევა პირველადად და შემდეგ უკვე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და ექიმმა ასე ვთქვათ, დაგეხმაროთ და სწორად გიმკურნალოთ. ჩვენ ან ჩვენს გვერდით მდგომ ადამიანს როგორ უნდა შევამჩნიოთ, რომ დაეწყო ალერგიული შეტევა. ზოგადად ალერგიული ფონის დროს ადამიანს კანზე აყრის, ანუ უწითლდება კანი, სუნთქვა უძნელდება, ხველა ეწყება, ქავილი ეწყება და ასე შემდეგ. აი ეს არის ზუსტად ალერგია. და მარტივად მივხვდებით, რომ ჩვენ ან ჩვენს გვერდით მდგომ ადამიანს დაეწყო ალერგიული შეტევა. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე უნდა განვსაზღვროთ, რამდენად მგრძნობიარეა ადამიანის ორგანიზმი, თუნდაც ნაკბენზე, ან რაიმე, ასე ვთქვათ, ხის მტვერზე და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი დაიწყო, კანზე გამოგვაყარა, ქავილი დაგვეწყო, ხველა დაგვეწყო და რამოდენიმე საათში, ასე ვთქვათ, არ გაგვიარა იმ ხველამაც, კანის, ასე ვთქვათ, არ დამშვიდ და ის სიწითლე არ გაქრა. აი ეს ყველაფერი თუ ეტაპობრივად არ აგვილაგდა და უფრო გვიმძიმდება სიტუაცია, ანუ მოძრაობაც გვიჭირს, ასე შემდეგ, ესე იგი ჩვენ უკვე მეტად მგრძნობიარეები აღმოვჩნდით, თუნდაც იმ ნაკბენზე ან რაიმე ხის მტვერზე და ასე შემდეგ. საკვებსაც შეუძლია ალერგიული ფონის წარმოქმნა, თან კრიტიკული მდგომარეობა შესაძლებელია რომ შექმნას. აი ამ ყველაფრით შეგვიძლია გავიგოთ ადამიანი მარტივად დაძლევს თუ არა ალერგიულ შეტევას. ალერგია ძალიან რთული სიტუაციაა, განსაკუთრებით თუ მოშორებულები ვართ დასახლებულ პუნქტს. აი ასეთ შემთხვევაში უფრო რთულად არის საქმე.
იმიტომ რომ დაზღვეულები არავინ არ ვართ, განსაკუთრებით თუ არ ვიცით რაზე გვაქვს ალერგია. ამიტომ მაინც ყოველი შემთხვევისთვის პირველადი დახმარების ჩანთა, როდესაც დაგაქვთ, იმ ჩანთაში უნდა მოათავსოთ ძალიან პატარა ადგილს იკავებს, აი ეს პრეპარატები, რასაც გაჩვენებთ. ძალიან კარგია დაგეხმარებათ, რომ მარტივად დაძლიოთ და შემდგომ უკვე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან, ან გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და უკვე ისინი დაგეხმარებიან და ისინი შეძლებენ, რომ მარტივად დაგაძლევინონ აი ეს შეტევა. მქონია ბავშვობაში ისეთ სიტუაცია, რომ ადამიანს ფუტკარ მოუკბინა პატარა ბავშვს და ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, საერთოდ სასუნთქი გზები ჩაეკეტა, ვეღარ სუნთქავდა და ის პრეპარატი რომ არ ქონოდა, აუცილებლად ძალიან ცუდად დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. ამიტომ კარგი იქნება რომ ჩვენს წავიღოთ ხოლმე და თან ვატაროთ ყოველთვის მსგავსი ტიპის პრეპარატები. შეიძლება ჩვენ არ გქონდეს ალერგიული შეტევა, ასე ვთქვათ, ძალიან გამოხატული, მაგრამ ვინმეს გქონდეს და ჩვენი ამ ერთი პრეპარატით გადაურჩინოთ სიცოცხლე. მოკლედ, ეხლა გაჩვენებთ მე რა პრეპარატზე მაქვს საუბარი. ესე იგი აი ეს არის ჩემი პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა და ამაში მაქვს მოთავსებული ძალიან საჭირო ნივთები, მაგალითად სამედიცინო ლახტი, რომელიც მნიშვნელოვანია, როდესაც აი ესეთ სიტუაციებში გადავაადგილდებით და არა მარტო შეგვიძლია ეს ლახტი გადავიჭიროთ და შევაჩეროთ სისხლის დენა. ასევე კიდევ ბევრი რაღაცა, მე აუცილებლად განვიხილავ ამ ყველაფერს, რას ვატარებ ხოლმე ასე როცა მოძრაობ. მოკლედ, პირველი დავიწყებ აი ამით. აი ამას ეძახიან დექსამეტაზონს. ესეც კარგი რაღაცაა, ამას იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოკბინა ადამიანს და ასე ვთქვათ, მარტივად რომ დაძლიოს ალერგიული შეტევა. ენის ქვეშ ისხავენ ხოლმე, თუნდაც ნაკბენზე ან ასე შემდეგ, ენის ქვეშ ჩაისხავენ ხოლმე, თუ ნევსი არ აქვთ და ანუ თვითონ ის ჯირკვლები გაიწოვს ამ სითხეს და ხდება შემცირება ალერგიული შეტევის. მაგრამ ეს არის ერთჯერადი და პირველადი დახმარება, ამის შემდეგ აუცილებლად გვჭირდება ექიმთან კონსულტაცია, რომ დავადგინოთ რამ გამოიწვია და რის გამო გვაქვს ალერგიული შეტევა. ეს პრეპარატი შეიძლება ვერ დაგვეხმაროს, ამიტომ წინასწარ უნდა იცოდეთ თქვენზე მორგებული პრეპარატი. ამ ყველაფერს გვეტყვის ექიმი, რა თქმა უნდა, თუ ალერგიული ადამიანები ვართ, ექიმთან უნდა გავიაროთ კონსულტაცია და თვითონვე შეგვირჩევს ჩვენზე მორგებულ პრეპარატს. ეს არის დექსამეტაზონი, ნაკბენზე არის კარგი და ზოგადად ალერგიულ შეტევებზე, ანუ უმსუბუქებს ადამიანს ალერგიულ შეტევას, აი ფუტკრის ნაკბენზე და ასე შემდეგ, ჩაისხავენ ხოლმე ენის ქვეშ და მარტივად, ასე ვთქვათ, ის სიმპტომები რაც არის, თუნდაც სუნთქვის გაძნელება და ასე შემდეგ, უფრო მარტივდება ადამიანს და მარტივად ძლევს ალერგიულ შეტევას. მეორე პრეპარატი რაც არის, ზოგადად პრეპარატებთან ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ესე უგუნურად არ უნდა გამოვიყენოთ, რაღაც ჩვენთვის ჩავაგდოთ და ასე ვთქვათ, გავიკეთოთ ეს პრეპარატი ორგანიზმში, იმიტომ რომ ამას შეუძლია ჩვეულებრივად ადამიანის ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიყვანა. აი ამას ქვია ადრენალინი. ადრენალინს იკეთებენ ზუსტად მსგავსი ტიპის სიტუაციებში, როდესაც ადამიანს ეწყება ანაფილაქსიური შოკი. ანუ ანაფილაქსიური შოკი რას ნიშნავს და როგორ შევამჩნევთ ამ ყველაფერს? თუ სუნთქვა გაუძნელდა და ვეღარ სუნთქავს საერთოდ, გულისცემა დაეცა, არტერიული წნევა დაეცა, ამ შემთხვევაში იწყება უკვე ანაფილაქსიური შოკი. თუ დროულად არ იმკურნალა ადამიანმა და პირველადად დახმარება არ ჩაიტარა, ასე ვთქვათ, შესაძლებელია ძალიან ცუდად დამთავრდეს. მოკლედ, გეტყვით, რომ ექიმის გარეშე აი ამ პრეპარატის გამოყენება, ჩათვალეთ, რომ დამღუპველია რა. ძალიან კარგი პრეპარატია, ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება კრიტიკულ სიტუაციაში, მაგრამ უნდა იცოდეთ გამოყენება და ის წესები, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ასევე დოზირება და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი არ იცით, უგუნურად არ შეიძინოთ და რაღაც, ასე ვთქვათ, ვინმეს თუ შეამჩნიეთ ალერგიული შეტევა, არ გადაწყვიტოთ, რომ ასე ვთქვათ, დაუზუსტებელი ინფორმაციით ეს ორგანიზმში გაუკეთოთ და უფრო ცუდად დაუმთავროთ ცხოვრება ადამიანს რა. ეს არის 1,1000 კონცენტრაცია, ანუ ეს ნიშნავს რას? 1 მილილიტრ სითხეში არის 1 მილიგრამი ადრენალინი. როდესაც ადამიანს დაეწყება ანაფილაქსიური შოკი, უნდა გავაკეთოთ სწორი დოზირება. სწორი დოზირება გამოდის როგორ?
დაახლოებით 0.3 მილilitrიდან 0.5 მილilitrამდე სჭირდება მოზრდილ ადამიანს. ხოლო ბავშვებში უკვე სხვანაირად არის, ბავშვებში წონის მიხედვით არის, კილოგრამების მიხედვით არის. თუ არის მაგალითად ბავშვი 10 კილოგრამი, უკეთებენ 0.1 მილilitrს. ანუ პრინციპს მიხვდით, მოზრდილებში კეთდება 0.3 მილიგრამიდან 0.5 მილიგრამამდე ადრენალინი, ბავშვებში 10 კილოგრამზე კეთდება 1 მილიგრამი. ანუ როგორც გითხარით, ამაში არის 1 მილიგრამი ადრენალინი 1 მილilitrში. ასევე არის სხვადასხვა კონცენტრაციით, მაგალითად 1 მილilitr სითხეში შესაძლებელია იყოს 2 მილიგრამი ადრენალინი, ამიტომ სწორად უნდა შევარჩიოთ პრეპარატი და სწორად უნდა გავაკეთოთ დოზირება. აი ესეთი რაღაცაა კიდე, აი ამ ნევსით შესაძლებელია რომ გავაკეთოთ ინექცია. აი ამას აწერია ახლა 1 მილilitri, ანუ ეს არის 1 მილilitrიანი და ეს უნდა გავახსოვთ 3-დან 5-მდე, ანუ 0.3-დან 0.5 მილიგრამამდე, რაც სჭირდება ადამიანს სტანდარტულად და უკვე ამას იკეთებენ კუნთში. აი ასე. ხდება ინექცია დაახლოებით 5 წამიდან 10 წამამდე ნელ-ნელა შეყავთ ორგანიზმში, რომ მარტივად გაიხსნას სითხე და მარტივად წაიღოს სისხლმა. კუნთში იმიტომ იკეთებენ, რომ ნაკლებად გადის ნევრული სისტემა იქ, ასევე არტერიები და უფრო დაზღვეული ადამიანი, რომ ასე ვთქვათ, არ დაიზიანოს არტერიები და არ მოხდეს ცუდი შემთხვევა. მოკლედ ეს არის ძალიან საჭირო პრეპარატი, მაგრამ როგორც გითხარით, ამის უგუნურად გამოყენება ჩათვალეთ, რომ ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს. ამიტომ ექიმთან მიდით აუცილებლად, თუ წარსულში გქონიათ გართულებული შეტევა, ექიმთან მიდით აუცილებლად, სპეციალური გამოკვლევებია, იმას ჩაგიტარებენ, გაიგებთ თუ რამეზე ხართ მგრძნობიარე და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ უკვე თქვენზე მორგებული პრეპარატი ჩააგდოთ ჩანთაში და ატაროთ ხოლმე თან, რომ ასე ვთქვათ, მარტივად დაძლიოთ ის ალერგიული შეტევა. ადრენალინი არის ძალიან კარგი პრეპარატი, ზოგადად მხოლოდ ალერგიაზე არ უკეთებენ ადამიანს, ასევე დაბალი წნევის დროს და როდესაც გული უჩერდება ადამიანს, მაგ შემთხვევაშიც უკეთებენ ხოლმე, იმიტომ რომ ასტიმულირებს გულის მუშაობას და ასე ვთქვათ, აჩქარებს და ასტაბილურებს, მაგრამ ეს არის დროებითი და შემდეგ უკვე გჭირდება, რა თქმა უნდა, სამედიცინო დახმარება. აუცილებლად ყველამ უნდა იცოდეთ ადამიანს, როგორ დავეხმაროთ პირველადად, იმიტომ რომ პირველადი დახმარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, აი ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩენილა, როდესაც პირველადი დახმარება აღმოუჩენიათ სწორად. თქვენც აუცილებლად თუ ყავთ ვინმე რისკის ქვეშ მყოფი ადამიანი, რაიმე დაავადების მიმართ, ან თუნდაც ალერგიების მიმართ, წინასწარ გადაიკითხეთ ინფორმაცია, მოიძიეთ ინფორმაცია და იცოდეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ აუცილებლად. ეს დამიჯერეთ ძალიან კარგია და ძალიან გამოგადგებათ, რომ დაეხმაროთ თქვენს საყვარელ ადამიანს, თუნდაც თქვენს თავს, ასეთი სიტუაციების დროს ძალიან დიდ სიკეთეს გააკეთებთ. ახლა უკვე გაჩვენებთ იმ ნივთს, რასაც შეგგვირდით. მარტივად აალებადი ნივთი, რაც არის, როგორ მზადდება, როგორ დავამზადოთ მარტივად, რომ ჩავაგდოთ ჩანთაში, წავიღოთ და დაგვეხმაროს ცეცხლის დანთებაში და არ ვიწვალოთ, ასე ვთქვათ, ზოგს ძალიან უჭირს ხოლმე ცეცხლის დანთება და აი ეს ნივთი ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ მარტივად დაანთოთ ცეცხლი. მოკლედ ახლა ეტაპობრივად გაჩვენებთ, თუ რა დაგჭირდება და როგორ დავამზადოთ ეს საინტერესო და საჭირო ნივთი. ესე იგი, ეს არის ჩემი დამზადებული ოდნოსზე ვაკეთებ როგორ რაღაცას. აი ეს არის ჩემი ალკოჰოლის ყურა. კონსერვის ქილა შეგიძლიათ შეიძინოთ და თქვენც დაამზადოთ სახლში. მე წინა ვიდეოში გაჩვენეთ როგორ მზადდება, მაგრამ იმაში გამოვიყენე პარაფინი, ანუ სანთელი და ბამბა. მაგრამ ეს არის მხოლოდ სპირტი შეგვიძლია ჩავასხათ და ძალიან კარგი რაღაცაა, ძალიან დიდი ხანი იწვის და გვეხმარება იმაში, რომ მოვამზადოთ საკვები, ან სასმელი, ან კიდევ აი ესეთი რაღაცეები. საიმედოც არის, იმიტომ რომ ზოგადად მოგეხსენებათ, რომ დღეში როდესაც გაზი მიგვაქვს დაბალ ტემპერატურაზე, გაზი იყინება ხოლმე და ალკოჰოლის ქურა არის მაგისთვის კარგი, რომ ასე ვთქვათ, ცეცხლი შევინარჩუნოთ და მარტივად დავანთოთ ცეცხლი. ანუ არ იყინება სპირტი. ეს ადგილი ახლა იმიტომ შევარჩიე, რომ ქარია და მაინც მაქსიმალურად დაიცავს ქარისგან, რომ
ცეცხლი არ დაიკარგოს და მარტივად ალდეს და მარტივად მოამზადოს ეს საჭირო ნივთი. აი ესე 4 ცალი პატარა რკინა, რომელსაც აი ესე უმაგრებ. ამაზე განვათავსებ მე აი ესეთ ალუმინს. და შემდეგ უკვე იდგმევა ეს. მოკლედ ეს გავამზადე უკვე ავაწყე. ეხლა ჩავასხათ ცოტა სპირტი, დაახლოებით 20-30 გრამი. აი ეს საკმარისი იქნება. აინთო. კარგია. ესე გავაკეთებ, რომ ქარიც ნაკლებად მოხვდეს. ცოტა ხელებსაც გავითბობ. გამეყინა ხელები. შემდეგ უკვე დავაფარებ ამას. მაგრამ აი ეს всё. ეხა დამატებით დაგჭირდება მხოლოდ პარაფინი, ანუ სანთელი. აი ეს სავსებით საკმარისი იქნება პატარა, რომ დავდოთ. всё, დაიწყო უკვე დნობა, ძალიან მალე გახურდა. დაველოდოთ და გაჩვენებთ, როგორ დადნება და რას გავაკეთებ. თითქმის უკვე ჩადნა. აი უყურეთ. და ესეთი რაღაცა გამოვიდა. ეს არის პარაფინი, იგივე სანთელი. კიდევ დაგჭირდება ბამბა. ძალიან ძლიერი გარია. აქ კიდე იმდენად არ ემჩნევა. და ესე ვცდილობ, რომ შევინარჩუნოთ ცეცხლი. მოკლედ. უნდა მოვასწროთ რა, იმიტომ რომ ამის ჩაქრობა და პარაფინის გაშრობა ერთი იქნება. აი ესე ბამბას ავიღებთ. ძალიან. აი საკმარისი იქნება რა. ძალიან ბევრიც არ გვინდა. შემდეგ ამ პარაფინს ავიღებთ და ვასხავთ ზედ. აი ასე გავჟღინთოთ. აი უყურეთ მეგობრებო. აი ესე გაიჟღინთება. всё. აი, ხათაბალა. მოკლედ ეგ არის რა. აი ეს გაიჟღინთა ეხა. აი ესე კარგად. დავაგორგოლავთ. აჰა. გამოვიდა აი ესეთი რაღაცა. მოკლედ. ეხლა მე ამას გადავდებ. აი უყურეთ ეხლა რას იზავს რა, როგორი მარტივად ალდება. სამწუხაროდ ხელები სულ პარაფინიანი მაქვს. ნუ არა უშავს. გამოსწორებადია. მოდი ამებს გადავდებ, ეხლა აღარ მჭირდება. და ისე მოვუკიდებ ამას. всё. წაეკიდა. აი ამის ჩაქრობა გამორიცხულია. ძალიან დიდი ხანი იწვის, ძალიან კარგი ცეცხლიც აქვს. ეს ნელ-ნელა ეხა ეტაპობრივად გაგვივდება. გამოდის აი ესეთი რაღაცა რა.
აი უყურეთ. აი ესეთი რაღაცა გამოდის მოკლედ. ძალიან კარგი რაღაცაა. ძალიან დიდი ხანი იწვის და ამით გვექნება იმის საშუალება, რომ ცეცხლი მარტივად დავანთოთ და თუ შეშასველი იქნება, აი ამას როდესაც დავანთებთ, ნელ-ნელა ასე ვთქვათ, შეახმობს იმ შეშას და შესაძლებლობა გვექნება, რომ შევინარჩუნოთ ცეცხლი. მარტივად მზადდება და შეგიძლიათ დაამზადოთ თქვენს და ჩააგდოთ ჩანთაში და წაიღოთ. მოდი ახლა მე ამას ჩავაგდებ ამაში და გავამზადებ საჭმელს. კარგი რაღაცაა ძალიან რა. სოკო, ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული საჭმელი. ცოტა წავიხემსები და გავაგრძელებ მერე მოძრაობას. ამ ეტაპზე საკმარისია. უბრალოდ აი ესე გავაკეთოთ, რომ არ გადმოგვივარდეს. აიცა. Yes. ამას დავაფარებ ზემოდან ახლა, რომ ტემპერატურა შიგნით შეინარჩუნოს. დავილოდები და მივირთმევ. მოკლედ მეგობრებო, ასე თუ ისე საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ. თხოვნა მექნება, რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო. როგორც გითხარით, მე ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს ეს ყველაფერი. შემდეგში აუცილებლად უფრო და უფრო კარგ და უფრო საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა. ახლა მე დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ ჯანმრთელობას და გაუფრთხილდით თავს. ნახვამდის.